დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ 20 ივნისია უყურებთ კურიერს 9 საათზე. ისრაელის სამხედრო ძალების სპეცოპერაცია აღმავალი ლომი ირანში გრძელდება. ცაჰალმა თეირანში ისლამური რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ბაზა შეუდია. აფეთქებები იყო დედაქალაქში, მათ შორის საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმ ბუნკერთანაც, სადაც აიათოლა ალი ხამენეი იმყოფება. საპასუხო შეტევებს ახორციელებს ირანით ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში. რამდენიმე ადგილას კვლავ განგაში სიგნალი ჩაერთო, მოქალაქეები თავშესაფრებში იმყოფებიან, აქტიურად მუშაობს რკინის გუმბათი. აფეთქებების პარალელურად ისრაელის მედია იტყობინება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ შეხვედრის თხოვნით ევროპელ კოლეგებს მიმართა. აბას არაღჩიმ მოლაპარაკებების სურვილთან ერთად მუქარაც გააჟღერა, თუ კი იერიშები გაგრძელდება, თეირანი ბირთვული პროგრამის გავრცელებლობის ხელშეკრულებას დატოვებს. თეირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ვაშინგტონიდანაც. თეთრი სახლის პრესპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მომდევნო ორ კვირაში გადაწყვეტს ჩაერთვება თუ არა ამერიკა სპეცოპერაციაში. ჩვენი მთავარი მიზანია ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისი როგორც საფრთხის აღმოფხვრა. მეორე მიზანია ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარების შეჩერება, ასევე მისი როგორც საფრთხის აღმოფხვრა. ამ პროცესში ცხადია, რომ რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის. უდევთ მთავრობასთან დაკავშირებულ სამიზნეებსა და ძალაუფლების ცენტრებს. ეს ნახეთ მაუწყებლობის ცენტრის შემთხვევაში და კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ. თუმცა რეჟიმის შეცვლის საკითხი პირველ რიგში ირანელ ხალხზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს შედეგი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ოპერაციის აშკარა მიზანი. სურს თუ არა ომში მონაწილეობა, ეს ტრამპის გადასაწყვეტია. ის გააკეთებს იმას, რაც საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც საუკეთესოა ისრაელისთვის. ომი გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტმა ღამით ოდესას შეუტია და შაბდა 2 ადამიანი დანგრეულია. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. საომარი მოქმედებების ფონზე ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ისურვებდა დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის დონალდ ტრამპის მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაში დასრულდეს. პარალელურად საერთაშორისო გამოცემა Financial Times-ი ტრამპის მიერ დიდი შვიდეული სამიტის ნაადრევად დატოვების მიზეზსაც აჯაროვებს. გამოცემის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ სურდა. საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებთან დაკავშირებით გამოკითხვები აქტიურად გრძელდება. დღეს საგამოძიებო უწყებაში ჩორჩანაში მცხოვრებ მალხაზ ლომიძეს და სოფელ წაღვერის მკვიდრს თამაზ ლომიძეს ელოდებიან. სწავლობენ 2019 წელს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს მოწყობის შესახებ. ამავე საკითხის განსახილველად ორშაბათს დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გახარია კიდევ ერთხელ არის დაბარებული. პარტიაში ვარაუდობენ, რომ ექს-პრემიერი გამოკითხვაზე მივა, თუმცა თავად გახარიას პოზიცია კვლავ უცნობი რჩება. რასაც ახლა აკეთებენ ჩორჩანის ეპიზოდის ამოწევით, იმ ეპიზოდის, რომელიც იყო ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც სახელმწიფო გამოიჩინა პრინციპული პოზიცია, ღირსეული პოზიცია და ისე დაიცვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, რომ ამას არ მოყოლია არანაირი სამხედრო ესკალაცია და სამხედრო დაპირისპირება, აი ამ ეპიზოდის წამოწევით პერსონალური შურისძიების მიზნით ბატონი გახარიას მიმართ ისინი აზიანებენ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. და დიდი ალბათობით ამ გადაწყვეტილებას ბატონი გახარია კვლავ მიიღებს, კვლავ მივა. ბატონმა გიორგი გახარიამ მიიღო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად გადაწყვეტილება, რომელიც არ შეუთანხმებია არავისთვის, რაც ცხადია კითხვის ნიშნებს აჩენს. ცხადია მან როგორც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა აგოს მის მიერ მიღებულ უკანონო თუ არასწორ გადაწყვეტილებებზე და გამოძიების შედეგად კიდევ ალბათ გამოიკვეთება თუ ვისი ინტერესი იყო რეალურად ის, რომ საქართველოს კიდევ დაეკარგა ტერიტორიები. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მაგრამ რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია ჯერჯერობით უცნობია. მკაფე ოპოზიცია აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებს მათ მსგავსად მოიქცნენ, რასაც არ ეთანხმება გახარიას პარტია, ისინი არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. პარტია ლელო ძლიერი საქართველო კი კვლავ მოლაპარაკებებს ცდილობს და მკაფე ოპოზიციას არ აფიქსირებს. მომმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები დაკვეთებს გარედან ელოდებიან, თუმცა ასევე განმარტავენ, რომ ეს მათ შედეგებზე არ აისახება.
ჩვენი პარტიის პოზიცია არის მკაფიო და ცხადი და საზოგადოებისათვის არის ცნობილი. ასევე მოუწოდებთ სხვა პარტიებსაც, რომ ნუ შეექცევენ ზურგს პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს, საზოგადოებასა და ქართველ ხალხს, რადგან ამ პროცესში მონაწილეობის მიღება სინამდვილეში იქნებოდა ამ რეჟიმის დახმარება და ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა. ოპოზიციური ძალა ერთიანად რომ გამოვიდეს არჩევნებზე, ჩვენ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვაქვს მიზანი რომ გავიმარჯვოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ისე საკრებულოების და ისე სიების, საკრებულოს სიების არჩევნებში, რაც არის პარტიული ბიულეტენი. შესაბამისად, როგორი ინსტრუქციაც ექნებათ, ზუსტად ასე იმოქმედებენ. თუ ეტყვიან 4-ვე მიიღებს მონაწილეობას, თუ ეტყვიან არც ერთი არ მიიღებს მონაწილეობას, ან თუ კი იქნება რაღაც შეთანხმება, შეიძლება გაერთიანდნენ ბრჭყალებში და ასე გამოვიდნენ არჩევნებზე. მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი ნება, მათ აქვთ საერთაშორისო მათი პატრონების დღის წესრიგი. დღეს პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა იწყება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით ციხე ზარალის ანაზღაურების თავის არიდების გამოსავალი აღარ იქნება და ბრალდებულს ან მსჯავრდებულს მისი გადახდა მაინც მოუწევს. საუბარია თაღლითობის ძარცვის, ქურდობის და ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ქონებრივ ზიანზე. ყაჩაღობა, ქურდობა და სხვა დამნაშავე ისჯება, მაგრამ ვის წინააღმდეგაც იყო დანაშაული ჩადენილი, იმ ადამიანისთვის არანაირი კომპენსაცია და კომპენსირება არ ხდება მისი ზარალის, ხო? და შესაბამისად ეს მაკეტაა სწორედ ეს კანონპროექტი მიმართული, რომ ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ზარალს, მათ ჰქონდეთ იმის მოლოდინი და საშუალება, რომ ეს ზარალი უკან აინაზღაურონ. დედაქალაქის მასშტაბით გზების მორეცხვის სამუშაოები გრძელდება. ამჯერად გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა გმირთა მოედანზე მოირეცხა. გენერალური დასუფთავების პროცესში მონაწილეობდა 24 სპეცმანქანა და თბილსერვის ჯგუფის 40-ზე მეტი თანამშრომელი. მუნიციპალიტეტისთვის, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის, რომ ჩვენი ქალაქი რაც შეიძლება უფრო მეტად იყოს დასუფთავებული და მოწესრიგებული. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც. მინდა მოსახლეობას ინფორმაციისთვის უთხრა, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ამას ექნება სისტემატური ხასიათი. მთელი ზაფხულის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში განვახორციელებთ აღნიშნულ სამუშაოებს. ღამის საათებში, როდესაც უფრო თავისუფლად შეგვიძლია გზის შეზღუდვა განვახორციელოთ, ისე რომ მოსახლეობას არ შეუქმნათ დისკომფორტი, მოუგრეცხოთ, მოვხეხოთ ყველა ზებრა გადასასვლელი, ყველა მიწისქვეშა ნაგვისურნა, ასევე ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული მიწისზედა ნაგვისურნები და საგზაო გზის მთავარი ნაწილები. დღეს მობილიზებული გვაქვს 24 მძიმე ტექნიკა, რომელიც სპეციალიზებული ხსნარების საშუალებით დაამუშავებენ ყველა წერტილს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბურ შემოწმებას განაგრძობს. ამ ეტაპზე ინსპექტირება დედაქალაქში მოქმედ საწარმოებში მიმდინარეობს. პარკების ნიმუშები დეგრადაციის, ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იგზავნება. უკვე ცნობილია ინსპექტირების პირველი ეტაპის შედეგები. ლაბორატორიაში გაგზავნილი 14 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 1-ში გამოვლინდა. მოხარული ვარ მართლაც, რომ შემოვიდა შემოწმება, ნახულობს ჩვენს მიერ დამუშავებულ პარკებს, ამზადებ პოლიეთილენის სხვადასხვა სახეობის ბრენდირებულ, არაბრენდირებულ პარკებს, ძირითადად ბიოპარკებს, წარმოების 99% გადაეწყო უკვე ბიოდანამატის გამოყენებაზე. შემოწმებები უნდა ჩატარდეს ყველგან. მთლიანად საქართველოს უნდა გადაეწყოს ბიოწარმოებაზე. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით აგრძელებს პარკების წარმოებელი კომპანიების შემოწმებას. წლების განმავლობაში დეპარტამენტის მხრიდან რეგულარულმა ინსპექტირებებმა და მასშტაბურმა ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ პარკების წარმოებელი კომპანიები წლიდან წლამდე ცდილობენ დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციები და აღარ აწარმოონ არაბიოდეგრადირებადი პარკები. რაც ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის გარემოს, ხოლო მეორე მხრივ სახიფათო ზეგავლენის მონტანია ადამიანის ჯანმრთელობას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოეწყობა ფრენბურთის, კალათბურთის და ჭიდაობის 250 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტის დარბაზი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2.680.000 ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონული განვითარების მინისტრმა მოადგილებთან გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრთან ბატონ კახა გულეძანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ ლანჩხუთში სპორტ კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას. ვიმყოფებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნება დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა აქტივობებით, რომელსაც მოიცავს ეს სპორტული კომპლექსი, ეს არის კალათბურთი, ფეხბურთი, ჭიდაობა. მუნიციპალიტეტს არ ქონდა სპორტული კომპლექსი და ახალგაზრდობიდან მაქსიმალურად ყოველწლიურად იყო თხოვნა, რომ დაგვეწყო მშენებლობა სპორტული დარბაზის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოინახა თანხები, ჯამში პროექტის ღირებულება 2.680.000 ლარია, სამუშაოებს ასრულებს კომპანია ბილდერი, ეს იყო გარდამავალი პროექტი, რომელიც დაიწყეთ 2024 წელს, 2025 წლის დეკემბერში, სრულად უკვე საბოლოო სახე ექნება პროექტს მიცემული. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. დღის სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10-ზე.